მერაბ ყოლბაიას დამოუკიდებელი პროექტი. თავისუფალი თეატრის სცენაზე დოსტოევსკის ნოველა „ორეული“ დაიდგა, რომლის ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი მსახიობი მერაბ ყოლბაია გახლავთ. „ორეული“ დოსტოევსკის პირველი ნაწარმოებია, რომელიც მწერალმა ციმბირში გადასახლებამდე გამოაქვეყნა. ნაწარმოებში ასახულია უბრალო ჩინოვნიკის ტრაგედია, რომლის ადამიანური ღირსება შებღალულია უსამართლო საზოგადოების მკაცრი კანონებით. ბატონმა მერაბმა მთხოვა მეთამაშა ამ პერსონაჟის ორეული. ცოტა რთული საქმე იყო, მაგრამ ფიქრობ, რომ რაღაცა გავაკეთეთ რა. პრაქტიკულად გავაკეთეთ, შეიძლება ითქვას, სხვადასხვა თეატრებში, სხვადასხვა სცენებზე, სადაც ადგილი იყო და სადაც დრო იყო, სადაც ვახერხებდით, იქ ქონდა რეპეტიციები და ასე ნელ-ნელა შედგა და მოგეხსენებათ თქვენ, დოსტოევსკი არის ძალიან რთული რამ მთლიანობაში და მინდა გითხრათ, რომ დოსტოევსკი რასაც წერდა, ყველა ის პერსონაჟი, ვინც კი ამას ყავდა საერთოდ 5 წიგნეული, რომელიც არის ყველაზე მთავარი მის ასე ვთქვათ ნაშრომებში, უამრავი რომანი აქვს, მაგრამ ეს 5 წიგნი ითვლება ყველაზე 5 რომანი. ამ რომანებში ეს არ შედის ეს ორეული, მაგრამ ეს იმდენად კრიტიკული იყო თავიდან და ისე იყო დაწყებული ამის წერა, მოკლედ ამას ძალიან დიდი წინააღმდეგობები ჰქონდა ცხოვრებაში თავის გზაზე. მაგრამ მთლიანობაში ეს გაამართლეს მერე. არც ერთი პერსონაჟი მაგისთვის თავის ცხოვრებაში მოგონილი არ არის. ეს ყველაფერი არის რეალობა მის ცხოვრებაში. სამ პერსონაჟს ვანსახიერებ. სამივე რადიკალურად განსხვავებული სახეა, რა თქმა უნდა და ეს მე მგონი ყველა მსახიობის, ყველა არტისტისთვის ძალიან საინტერესოა სამ სხვადასხვა ხასიათზე, სხვადასხვა ასე ვთქვათ ტიპზე მუშაობა ერთი დროის განმავლობაში და ალბათ გამოცდილება პირველ რიგში, იმიტომ რომ რაც არ უნდა წელებში შეხვიდეთ, გამოცდილება მაინც გემატება ეს უფრო მნიშვნელოვანია მსახიობისთვის. როგორც დამდგმელი რეჟისორი მერაბ ყოლბაია აღნიშნავს, ნოველის ინსცენირებისკენ დღევანდელმა ყოფამ და საზოგადოებრივმა მდგომარეობამ უბიძგა. დოსტოევსკი საერთოდ არის ძალიან რთული. ჯერ ერთი როცა კითხულობ მაშინ და მერე კიდევ როცა დგამ, უნდა შეხვიდო გმირის ხასიათში და ძალიან რთული არის, იმიტომ რომ გმირები არიან დაძაბულები, რაღაცნაირი ცხოვრება აქვს განმარტული და მე ვეცადე რომ ყოფილიყო უფრო რბილად, კიდევ უფრო დაძაბვა არ ჭირდებოდა. ხო, სცენური ფანტაზია არის ეს, რომ მაყურებელმა უფრო მიიღოს სცენური ფანტაზია, ასე ვთქვათ. და მთავარი მაინც ის არის, რომ ადამიანები თვითონ ადამიანები არ იცვლებიან. თვითონ ასე ვთქვათ, ზემდგომი ორგანოები არ იცვლება, არაფერი არ იცვლება. ბატონ მერაბ ყოლბაია იყო ძალიან ბევრჯერ ჩემი პარტნიორი როგორც მსახიობი. ბატონი მერაბი არის ძალიან ნიჭიერი მსახიობი და მე ყოველთვის სიამოვნებით მუშაობდი როგორც პარტნიორი მსახიობი მაგასთან. პირველად მომიწია მუშაობა როგორც რეჟისორთან. ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო ვთამაშობ აქ 5 სხვადასხვა სახეს. განსხვავებული თავისი სოციალური მდგომარეობით, ყოფით, პროფესიით, 5 სხვადასხვა სახე, მაგრამ ერთი ჰქონდათ საერთო ამ 5 სახეს. ეს საერთო არის ჩარჩო, რომელიც ჩარჩოში უნდა ჩაჯდეს ყველა გმირი განსხვავებული. ვიტყვით ამის, რომ რაც მე მონოლოგში მაქვს, რომ ტექნოლოგიები არაფერს არ ცვლის. ადამიანური პრობლემა ისევ ადამიანური პრობლემად რჩება. ეს ჩარჩო არის საზოგადოების აზრი, რომელსაც ან ვემხრობით, ან არ ვემხრობით. პროექტის აზრი და იდეა ერთია, ტექნოლოგიები და განვითარება სოციუმის მდგომარეობას ვერ ცვლის. მიუხედავად საუკუნისა საზოგადოებაში ყოველთვის არსებობს ჩარჩო, რომელსაც ან ერგება ადამიანი, ან ვერ ერგება.